Sanktsiების გაზაფხულის მოლოდინი. Როგორ იქნება შემდეგი თვეები ქვეყნისთვის, როდესაც ოლიგარქის სახელმწიფო ყოველდღიურად აუარესებს ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას. Რას მიაღწია ამ პროტესტმა თითქმის 2 თვის თავზე? რჩება თუ არა საქართველოს დემოკრატიისთვის მებრძოლი საზოგადოება დასავლეთის სტრატეგიული ხედვის არეალში? Რა გზავნილები ისმის ბრიუსელიდან, რა მოლოდინია შტატების ახალი ადმინისტრაციისგან? ივანიშვილის სანქციების შემდეგ როდის ნახავთ ახალ ტალღას და რას შეცვლის ეს? Ოლიგარქი ერთმანეთის მიყოლებით ოჯახის წევრების სახელით ქმნის კომპანიებს, ცდილობს კაპიტალი დააბინავოს, პარალელურად იწყებს დავას ახალ ბანკთან და საერთაშორისო მედიასთან გამოთქვამს პრეტენზიებს, რომ ის წერილებს ისევ არ აქვეყნებენ. ეს არის გზა, რაც ივანიშვილმა ერთხელ უკვე გაიარა კრედიტ სუისთან დავისას, მაგრამ ახლა მოცემულობა სულ სხვაა. ივანიშვილმა ჯერ რუსული კანონი დააბრუნა, შემდეგ სადავო არჩევნები ჩაატარა, ერთ თვეში ქვეყნის ევროინტეგრაცია შეაჩერა, 2 კვირის მანძილზე სისტემა მოქალაქეებს ქუჩაში სასტიკად ფიზიკურად უსწორდებოდა, 2 თვეა კი რეპრესიულ პოლიტიკას არ აგრძელებს. ახლა უმძიმესი ბრალდებით დაპატიმრებულია საქართველოში ერთ-ერთი სანდო მედია გამოცემის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. მე-12 დღეა შიმშილობს, საუბრობს მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე. ივანიშვილი და მისი ვიცე-პრემიერი უკვე დასანქცირებულია ამერიკის მიერ, ახლა კითხვა რა ელოდება ოლიგარქს და მის გარემოცვას 2025-ში. თითქმის ერთი და იგივე ადამიანს დაუწესა სავიზო შეზღუდვა ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და შემდეგ უკვე გერმანიამ. გერმანიამ სავიზო შეზღუდვა 9 პირის მიმართ 31 დეკემბერს გამოაცხადა, ის ეხება იმ პირებს, რომელთაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეების, ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. მაშინ ჩვენ არ ვიცოდით, ვის შეეხო ეს შეზღუდვა, ახლა ფორმულას სანდოწყარო მიაწოდა ინფორმაცია მათი ვინაობის შესახებ. მოკლედ გეტყვით, ვისზე არის საუბარი, გერმანიის ტერიტორიაზე ვერ შევა. ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაჟა სირაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი, გედედეს უფროსი, მისი მოადგილე მირზა კეზევაძე, თეიმურაზ კუპატაძე, კრიმპოლის უფროსი, ლაშა ჯოხაძე, მთავარი სამმართველოს უფროსი, თეიმურაზ კალანდაძე, კახეთის პოლიციის უფროსი, ლაშა სალუქვაძე, ვაკე საბურთალოს პოლიციის უფროსი და დიმიტრი სამხარაძე, ოცნების პარლამენტის წევრი. როგორც ხედავთ, გერმანიის შემთხვევაში ძალოვნებთან ერთად სიაშია ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, ის ფიგურირებს ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის საქმეში. ოცნების პრემიერს როგორც ჩანს, ფანტაზიის კრიზისი აქვს. ახლა დღეს გახარიაზე დასმულ შეკითხვას მან უპასუხა ზუსტად იმავე ლინგვისტიკით, როგორც 15 იანვარს. აგრესიის აქტის განხორციელება, ფიზიკური აგრესიის წამოწყება მოხდა სწორედ გახარიას მხრიდან, როცა მოდის შენთან ადამიანი და გეუბნება მარტივ რამეს, მარტივ ჭეშმარიტებას, რომ შენ ხარ ნაცი, ხო? შენ ხარ ჯაშუში. ეს რაღაცას როცა გეუბნებიან და როცა ხარ მართლა ნაცი და ჯაშუში, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება. Sanktsiების წინასწარ არ ვაანონსებთ, ასე უპასუხა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეთ ლორდმა TV1-ის შეკითხვას. მოსალოდნელია თუ არა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს. In advance. იცით რომ სანქციებს წინასწარ არ ვაანონსებთ. თქვენ ახსენეთ განცხადება, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში გაკეთდა. მე კი მთავრობის წარმომადგენელი ვარ. გასულ დეკემბერს ჩვენ რამდენიმე მაღალჩინოსანს დაუწესეთ სანქციები და გამოვხატეთ ჩვენი წუხილი პროტესტის დროს გამოვლენილ სისასტიკეზე და ადამიანთა უფლებების დარღვევებზე. ჩემი მესიჯია, რომ პროტესტის უფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენმა საგარეო მდივანმა მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ ვაჩერებთ პროგრამებს საქართველოს მთავრობასთან. აქვე ითქვა, რომ ჩვენ ვაჩერებთ თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობას და კონტაქტ პოლიტიკურ დონეზე, იქამდე სანამ საქართველოში დემოკრატიული უკუსულ არ დასრულდება. ეს არის ჩვენი პოზიცია და ასეთ შენარჩუნდება. იქამდე სანამ არ შეწყდება დემოკრატიული უკუსლა, არ ვგეგმავთ პროგრამების აღდგენას საქართველოში. ბრიტანეთის ელჩი აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს, საკანონმდებლო დონეზე კი უკვე არსებობს ინიციატივა, რომლის ხელმომწერთა რიცხვიც იზრდება. ქართული ოცნების დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ივანიშვილის სანქციების შესახებ თემთა პალატაში წარდგენილ წინადადებაზე ხელმომწერთა შემადგენლობაც არის მრავალფეროვანი, მათ შორის არიან ლიბერალ-დემოკრატები, არის ლეიბორისტული პარტიის წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატიც. 20 იანვრის მონაცემებით მას თემთა პალატის 20 წევრი აწერს ხელს. ამ ინიციატივას ბრიტანეთის პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს და როდესაც ამის შესახებ გახდა ცნობილი, ოცნების რეაქცია ამ თემაზე გითხრა ის, რომ ოლიგარქი ბრიტანულ სანქციებს როგორც ჩანს ყველაზე მეტად განიცდის. ოლიგარქი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე სულ 14 კომპანიას ფლობს, კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებულია ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი. თუ
რატო ბრიტანეთი სანქციებს აწესებს? სანქციების ქვეშ ექცევა ივანიშვილის ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის ქართულ ბანკი, ფონდი ქართულ, გალერეა თბილისი, აქსის ტაუერსი, ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც ივანიშვილი TV იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს. ჩამონათვალშია საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელობაშიცაა ივანიშვილის სასტუმროები, პარაგრაფი თბილისში, შეკვეთილში, აბასთუმანში, სხვები. ამავე სიაშია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ივანიშვილი ვანო ჩხარტოშვილთან ერთად ფლობს. ასევე რუსული კომპანია შეპესი აკვასფეისი, რომელიც ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს. აქვე ვთქვათ ისიც, რომ დიდ ბრიტანეთს უკვე სანქცირებული ყავს ოცნების მაღალჩინოსნები ძალოვანი ვერტიკალიდან, ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე სულხან თამაზაშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. მაშინ ითქვა, რომ ეს მოხდა შტატებთან კოორდინირებული ქმედებით. ამასობაში ბალტიის ქვეყნების მიერ სანქციების გამოყენების შემდეგ ახლა ესტონეთის პარლამენტი არ აღიარებს ოცნების ხელისუფლებას და ევროკომისიას მოუწოდებს შეზღუდოს კომუნიკაცია ოცნების ხელისუფლებასთან. ისე როგორც ბრიტანეთის მოსალოდნელ სანქციებს ამასაც, რა თქმა უნდა, ივანიშვილის პრემიერი ხსნის შეთქმულების თეორიით. თქვენ ამბობს ამერიკასთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება სურთ და ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ტრამპი დაამარცხებს Deep States. იმ პირობებში, როდესაც Deep State-ზე არის წნეხი ამერიკის შეერთებულ შტატებში, Deep State არის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული ევროპაში. თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის Deep State-ის გავლენა ძალიან სერიოზული, ეს აისახება რა თქმა უნდა ესტონეთზეც. ჩვენ ესტონეთთან ვრჩებით სამხრივი მეგობრობის რეჟიმში. მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხმედრა პრეზიდენტის, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია Deep State-ის სრულად დამარცხებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვართ ზოგადად ოპტიმისტურად განწყობილი და კიდევ ერთხელ გვაქვს სრული მზაობა იმისათვის, რომ გადაიდურთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. აქციების დაწყებიდან 57 დღესაც ოცნება არ ავლენს არანაირ ნიშანწყალს, რომ უკან დახევას აპირებს. ოცნება იბრძვის დიქტატურის დამყარებისთვის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება დიქტატორის დამარცხებისთვის. ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, დემოკრატია თუ დიქტატურა? დემოკრატიამ რომ გაიმარჯვოს, აქ მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების თავგანწირვა საკმარისი არ არის, ოლიგარქია უნდა დამარცხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომითაც. არის თორე საკმარისი, რასაც ვაშინგტონი ან ბრიუსელი აკეთებს. დაახლოებით ერთი კვირა სალომე ზურაბიშვილი იმყოფება ვაშინგტონში. ჩვენ პირველად არ მოგვისმენია მისგან თეთრი სახლის კრიტიკა, მაგრამ ახლა მეხუთე პრეზიდენტი იყო უფრო მკაფიო ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ. თქვა, რომ ყოფილი ადმინისტრაცია ნაკლებად იყო ჩართული საქართველოს საკითხებში, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი საქართველოში არასოდეს ჩამოსულა. რატომ არის საქართველოს მნიშვნელოვანი ამერიკისთვის? ეს მთავარი მესიჯია, რასაც თითქმის ყველა საჯარო გამოსვლისას ახმოვანებს ვაშინგტონში მყოფი მეხუთე პრეზიდენტი. აქ ვთქვათ, გახსოვთ, მას პირველი ინტერვიუ შტატებში ჰქონდა Fox News-თან, სწორედ აქ თქვა ფრაზა, რომ საქართველო ამერიკისთვის იქნება ან დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა. თუ სუსტი რუსეთი დომინაციას აღადგენს, ეს ამერიკასაც დაასუსტებს. ქართველი ხალხი მზადაა იბრძოლოს თავისი დამოუკიდებლობისთვის. ამერიკის ყოფილი ხელისუფლება ნაკლებად ჩართული იყო საქართველოსთან დაკავშირებით. მაგალითად, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩვენს ქვეყანაში არასდროს ჩამოსულა. ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტია, რადგან ეს გადაწყვეტილებები რეგიონში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად ამერიკის ძლიერებას აჩვენებენ. გვჭირდება ძლიერი განცხადებები, რომლებიც რუსეთს ეტყვის თავი დაანებეთ საქართველოს. ამის შესახებ უკვე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ალექს რაფაოღლუსთან ინტერვიუში თქვა. ეს რეალურად ამერიკის სიძლიერის საკითხია, მოვისმინე პრეზიდენტ ტრამპისა და ახალი სახელმწიფო მდივნის განცხადებები და თუ ამერიკას სურს, რომ იყოს პირველი, იყოს ძლიერი, მაშინ მას არ შეუძლია კავკასიაში დამცირებულ იქნას 3,7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მიერ, ერთი ადამიანის მიერ, რომელიც თავის პოლიტიკას კარნახობს და ბატონი პუტინის ინტერესებს ემსახურება. ეს სიძლიერეს არ ნიშნავს, ეს სისუსტეს ნიშნავს. ეს იდეა მამშვიდებს, მაგრამ ეს გეოპოლიტიკური ბრძოლაა. დემოკრატიული ბრძოლაა ჩვენთვის, გეოპოლიტიკური ბრძოლისთვის საკმარისად ძლიერები არ ვართ. გვჭირდება ყურადღება და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური მონაწილეობა, რაც ნიშნავს, რომ გვჭირდება ძლიერი განცხადებები, რომლებიც რუსეთს ეტყვის თავი დაანებეთ საქართველოს.
სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ის წინა საინაუგურაციო ღონისძიებებში მონაწილეობის შემდეგ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო. ახლა დისკუსიებში მონაწილეობს, ჰქონდა შეხვედრა ვაშინგტონ პოსტის, გარდიანის ჟურნალისტებთან, თეთრი სახლის კორესპონდენტებთან, მონაწილეობდა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ დისკუსიაში. ის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებს პირადად გააცნო რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა. ამის შემდეგ ზურაბიშვილმა თქვა, რომ ცდილობს ვაშინგტონში ყოფნის პერიოდში მოახერხოს აუდიენცია მარკო რუბიოსთან. ჯერჯერობით ასეთი შეხვედრა არ გვინახავს. რამდენად ეფექტიანად იყენებს აუდიენციებს ვაშინგტონში სალომე ზურაბიშვილი. ოცნების ლიდერშიპის გამოხმაურებით თუ ვიმსჯელებთ, ოცნება ღელავს და ხავს ეჭიდება. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, ოლიგარქის გუნდი არჩევნების დროს ფსონს ტრამპზე ჩამოდიოდა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ერთი მოსაწვევისთვისაც კი, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია, ფიცის დადება და საპრეზიდენტო ბალი მათ ტელევიზორებში არ ენახათ. Glory, glory, hallelujah. რა გამოსავალი იპოვა ქართულმა ოცნებამ, მას შემდეგ რაც ტრამპის ინაუგურაცია შედგა, ოცნების ლიდერშიპი მთელი მონდომები ცდილობს იპოვოს პარალელები, დამთხევის წერტილები ტრამპის სიტყვასა და ოცნების საჯარო ლინგვისტიკაში. აქ პიონერი მამუკა მდინარაძე იყო, რომელსაც უკავშირებენ სახელმწიფო პროპაგანდის ინსტრუმენტების და პოლიტიკის მართვას. რაც დაწერა მდინარაძემ ფიცის დადების შემდეგ, ტრამპის სიტყვის შემდეგ, 2 დღეა სახელმწიფო პროპაგანდა ამ კითხვებს უსვამს, უმეორებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. დღეს კი იმეც დაევალა, რომ ამ თემაზე კომენტარის საშუალება მიეცა ოცნების პრემიერისთვის. ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილი რამდენიმე დღეა ვერ პასუხობს კითხვას, რამდენი სქესი არსებობს, რას ნიშნავს თქვენი შეფასებით ეს? მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ძალიან უნდათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ იციან, რომ მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ. სანამ ამ კითხვას დასვამდა სახელმწიფო პროპაგანდა, მანამდე სჯობდა მოესმინათ ერთი ინტერვიუსთვის. რატომ აღვივებს მისი არხი ბექასსავე კითხვა? მისი არხი თავისი შვილისნაირი ადამიანების მიმართ სისხლს. საუბარია თქვენ შვილზე, რომელიც ღიად ლესბოსელი ქალია და ცხოვრობს ქალთან ერთად. ჩემ შვილზე ავლაპარაკობ რა არის და როგორა. მე მყავს 3 შვილი, 3 ძალიან მიყვარს გენერალური ხალხი, ეს ანიშნავს მე და ჩემი შვილები ერთნაირად ვფიქრობთ ყველაფერზე და ხშირად მე რაღაცაზე ვკამათობთ. თუ გინდათ LGBT თემაზე ვილაპარაკოთ, მე ეგ თემა ნაკლებად მაწუხებს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას ნაძისებს აწუხებს და ამიტომ იმედის ამ თემას უყურებს. არ კითხავდით თქვენს ქალიშვილზე გეტყვით იმ შემთხვევაში, რომ ის არ იყოს ღიად ლესბოსელი ქალი. ამაყი მამა ხართ თუ არა, ამაზეც არ მიპასუხებთ? დიპასუხებთ ძალიან ამაყი მამა, გიძები ჩემ შვილებს ძალიან